მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ტრიგერზე, იმ გაღიზიანებაზე, რომელიც თითქოს და მეორდება ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად, ერთი და იგივე ადამიანი რაღაცა გვედება შიგნიდან და ძალიან გვაღიზიანებს. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს მეზობელი, შეიძლება იყოს თანამშრომელი, შეიძლება იყოს რაღაც სიტუაცია ან ცხოველი და თითქოს და ეს სიტუაცია მეორდება და ყოველ ჯერზე ამ ადამიანის ცხოველის დანახვაზე, ამ სიტუაციაზე შიგნიდან რაღაცა გვერდება, გაღიზიანება, ტრიგერი, რომელიც გვაკვარგინებს რეალურად განწყობილებას და ამის მერე თითქოს და ცუდად გვგზნობთ თავს. ეხლა რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში ტრიგერი საერთოდ არ არის ცუდი. ანუ ამ ვიდეოთი მინდა რომ მიდგომა ტრიგერის მიმართ შევცვალოთ. თუ აქამდე გვეგონა რომ ეს იყო ჩვენი სასჯელი და ეს ადამიანი იყო იმისთვის დაბადებული რომ უნდა მოეწამლა ჩვენი ცხოვრება, სინამდვილეში აღმოჩინეთ რომ ეს არ არის. სინამდვილეში სამყარო გვემუშავება, სასწაულად გვემუშავება, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავსუფთავდეთ გარკვეული სიმძიმეებისგან, დამძიმებული დეფექტებისგან, ხასიათებში, რომ საბოლოოდ ამაღლდეს ჩვენი სულიერი მდგომარეობა. და ტრიგერი არის ზუსტად ერთ-ერთი საშუალება, მინიშნება იმისი, რომ სადღაც რაღაცა შიგნით გვაქვს ღია ჭრილობა. და ეს ადამიანი არის ზუსტად ამ ჭრილობაში ხიჭვი, რომელიც ედება ამ ხიჭს. ანუ ის ადამიანი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ეს არის უბრალოდ იმ მომენტისთვის მინიშნება საგანი, შეიძლება ითქვას ღმერთისგან გამოგზავნილი ადამიანი, ზუსტად ის რომ მიგონიშნოს, რომ ჩვენ სადღაც შიგნით მოუშუშებელი სულიერი ტრავმა გვაქვს, ღია ტრავმა გვაქვს და ამას ჭირდება ჩაღრმავება და ამ ტრავმის მოშუშება. ანუ რეალურად ეს ადამიანი თუ ცხოველი თუ სიტუაცია მიგონიშნებს, რომ სადღაც რაღაცა გვაქვს შიგნიდან ამოსაძირკვი. წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ტრიგერი სინამდვილეში არის გზაგასაყარი. თუ მაგალითად ავიღოთ ესეთი თითქოს ბოძი რო იდგეს და ამ ბოძს რო კონდეს ორი მიმართულება, ერთი აქეთ, მეორე აქეთ. ეს არის ძველი გზა, ეს არის ახალი გზა. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ სინამდვილეში მივდივართ ამ გზაზე და ცხოვრება ისეთია, რომ აუცილებლად მიგვიყვანს ამ ბოძთან, თან არაერთხელ და ზუსტად ეს გზაგასაყარი არის იმის ნიშანი, თუ მე უკვე როგორ მოვიქცევი, ანუ რა გზას ავირჩევ. თუ მაგალითად მე წყენა მაქვს ადამიანზე და ხშირად ეს ადამიანი ხვდება ჩემს ცხოვრებაში და გარკვეულად რაღაცნაირად მიმონიშნებს, რომ მტკივა რეალურად ამ ადამიანის დანახვაზე, მოკლედ მიჩნდება რაღაცა ბრაზი, წყენა, ბოღმა და ასე შემდეგ. თუ მე მაგალითად ისევ გავბრაზდი ამ ადამიანზე, უთხარება არასწორად მოქმედებს, უთხარება არასწორად მეკცევა, მივახალე ყველაფერი, გამოდის რომ აბსოლუტურად ეს გაკვეთილი ვერ გავიარე და ისევ წავედი ძველ გზაზე. ძველი გზა ისეთია, რომ ცხოვრება აუცილებლად ეს შემომატარებს და ისევ მომიყვანს ამ წერტილში. სანამ მე ამ ტრიგერის შემხედვარე არ მოვიქცევი განსხვავებულად. განსხვავებულად მოქცევა მდგომარეობს შემდეგში,
რომ გავიაზრო რეალურად, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის. შეიძლება გარკვეულწილად მაწყენინა წარსულში გავიაზრო ის, რომ ამ ადამიანს სხვაგვარად არ შეეძლო რომ მოქცეულიყო. ვაპატიო ამ ადამიანს, მივიდე, ჩავეხუტო, უთხრა, მიყვარხარ და ეს უკვე ნიშნავს, რომ მე წყენა ამოვაგდე და დავიწყე ახალ გზაზე სიარული. სინამდვილეში ამას რო გავაკეთებ მე გაცნობიერებულად, ხო? ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მე ამ წერტილში ცხოვრება აღარ დამაბრუნებს. შეიძლება დამაბრუნოს, მაგრამ ესე იგი ნიშნავს, რომ ბოლომდე არ მიპატიები ამ ადამიანისთვის. ეს უკვე ნიშანი იქნება, რომ საბოლოო ჯამში ეს გავაბათილოთ თავიდან ბოლომდე და უკვე ამ წყენის ცნობიერად გავლის შემდეგ ეს ტრიგერი ქრება. ანუ უკვე ეს ადამიანი გვხვდება ჩვენ ცხოვრებაში, საერთოდ ვეღარ გძნობთ გაღიზიანებას. ეს პირად მაგალითზე მაქვს გამოცდილი და ეს მუშაობს. ხო, ეს შეიძლება იყოს ტრიგერი, შეიძლება იყოს წყენა ამ ადამიანზე, შეიძლება იყოს მიუღებლობა ამ ადამიანის, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ჩარჩენილი წარსულიდან მძიმე სურათები, მძიმე ნეირონული კავშირები, რომელიც რეალურად გვამყოფებს ცუდად. სინამდვილეში თუ მე წყენა მაქვს ადამიანის, თუ მე ბრაზი მაქვს, ქართულის ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ბოღმა. აი თუ მე ბოღმა მაქვს ამ ადამიანის მიმართ, ეს ბოღმა არის გაერთიანებული რაღაცა წყენა, შური, ბრაზი, რაღაცა ეს ერთიანი, ვერანაირად ვერ გძნობ კარგად თავს. ანუ ეს ყველა აბსოლუტურად წერტილი აღმოსაფხრელია, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს კარგად. ანუ სიყვარულში უნდა ცხოვრდეს ადამიანი სხვაგვარად, რეალურად, უბრალოდ თავს ვერ იგრძნობს კარგად. ანუ ჩვენ შეიძლება ვეძებდეთ ლეგიტიმაციას ჩვენი ბრაზის და წყენის, რადგანაც წარსულში გვაწყენეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ აცნობიერებ, რომ ეს არის პირველ რიგში ჩემი საწამლავი, ჩემი სულისთვის, მაშინ ყველაფერს ვეცდები, რომ გადავაბიჯო ჩემს ეგოს და მიუწევ ადამიანს და მოვიქცეს განსხვავებულად. სინამდვილეში ამ წერტილში რომ მოვდივართ, ახალ გზაზე სიარულს გვიშლის უბრალოდ ჩვენი ეგო. ანუ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მიუტევოთ ამ ადამიანს, მივიღოთ ეს ადამიანი და შევიყვაროთ ეს ადამიანი. და ეს არის ხოლმე ყველაზე რთული. ანუ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, ყველაზე რთულია მოიქცე განსხვავებულათო და ზუსტად აი ამაზე იყო ლაპარაკი, რომ როცა მივდივართ, აი აქ ირთვება შინაგანი ეგოს წინააღმდეგობა, საშინელი შინაგანი ბლოკი იმისთვის, რომ მოიქცეთ განსხვავებულად და ძალიან ბევრჯერ მივყავართ ისევ ძველ გზაზე და ძალიან ბევრჯერ ისევ ცხოვრებას მოვყავართ ამ წერტილში. ეს წერტილი არ დამთავრდება, თუ მე არ მოვიქცევი განსხვავებულად. ეს ტკივილზე გადის, თუმცა ეს ტკივილი გასავლელია, რომ საბოლოო ჯამში გამთავისუფლდეთ. მადლობა, რომ ისმენდით, მიყვარხართ.